ევროკავშირის კინოფესტივალი გრძელდება. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოწყობილ კინოდარბაზში დამსწრე საზოგადოებას გერმანული დრამა ბარბარა უჩვენეს. ფილმი 80-იანი წლების აღმოსავლეთ გერმანიის შტაზის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ახალგაზრდა ექიმი ქალის ისტორიას ასახავს, რომელიც დასავლეთ გერმანიაში საქმროსთან გაქცევას ცდილობს. ფილმის ჩვენებას კინომცოდნე თეო ხატიაშვილი დაესწრო, რომელმაც კინომოყვარულებს ფილმის მნიშვნელობაზე ესაუბრა. გორში ევროკავშირის კინოფესტივალი 20 იანვარს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ფილმების ჩვენება უნივერსიტეტში 1 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. აი ასეთი ტიპის ფესტივალს უფრო მე ვფიქრობ, რომ აქვს საგანმანათლებლო ფუნქცია უფრო მეტად და მე მგონია, რომ დღეს საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს. იმიტომ რომ ყველა ფილმი რაც შერჩეულია არის იმ ნიშნით შერჩეული, რომელიც ახდენს იმ ღირებულებების ილუსტრირებას თუ ტირაჟირებას, რასაც ქვია თანამედროვე დასავლური სამყარო. მომწონს ძალიან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაც ევროპულ ღირებულებებს და კულტურებს ეცნობიან ადამიანები, ცოტა ისეთი იუმორის რო ჩავთვით, შედარებას გავაკეთებთ, რა უნდა ავიღოთ ევროპისგან, რა არა. მოკლედ ძალიან მომწონს და როგორც წერ შარშანაც ვესწრებოდი ხოლმე და მომავალ წელსაც დავესწრები აუცილებლად. ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი და კარგი იქნება თუ ყველა მოვა.